საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად გორის მესამე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მინისტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო და საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა. მან აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. მისივე განმარტებით 3 და 4 ივლისს ჩატარებულ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცდაზე დაგვიანების ფაქტი დაფიქსირდა 5 შემთხვევაში. არ შეგეშიდეთ არაფერს. მიხარია რომ აქვს შესაძლებლობა პირადად შევეგებო მათ გავამხდეო უსურვო წარმატებები ისევე როგორც გამოვხატო დიდი მადლიერება როგორც სამინისტროს თვითოეული თანამშრომლის მიმართ ვინც ამ პროცესში არის და იყო ჩართული ისევე როგორც სხვა უწყებების წარმომადგენლების მიმართ რომელთა ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშეც ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი ესეთი მაღალი სტანდარტით ვერ განხორციელდებოდა. გამოცდების პროცესი გაგრძელდება ორშაბათიდან უცხო ენებში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 8 ივლისიდან საგამოცდო პროცესს შეემატებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები. გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციის დაწყების დროს პირველ სესიაზე 8 საათზე და მეორე სესიაზე 14 საათზე და რაც ყველაზე მთავარია, თან უნდა იქონიონ საგამოცდო ბარათი და ასევე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.